ეს არის ფაქტობრივად უცნობი ისტორია, რასაც მე ხა გიყვებით. ასევე უცნობი არის ის, რომ ზედგამსახურდია ცდილობს რაღაცნაირად ჩავიდეს ფრონტზე, ის ჩადის კიდევაც კოდორის ასე ვთქვათ ფრონტზე, ის ხვდება ოფიცრებს, რომლებიც ოვაციებით შეხვდნენ მას, სხვათა შორის. დიახ. და პირდაპირ ეუბნება, რომ ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ აფხაზეთი, ხო, ამას ეუბნება პირდაპირ. მაგრამ მე უცბად ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, რამდენადაც მტერს ზუსტად ამისი ეშინოდა, რომ ქართველები არ გაერთიანებულიყვნენ და შემდეგ უკვე რა ხდება, რომ შემდეგ, ესე იგი, ეს სამეგრელო მთლიანად ჰერმეტულად ამოკეტეს. და როდესაც ისინი გამოდიან სამეგრელოდან და იკავებენ თქვათ სამტრედიას და იკავებენ თქვათ ხონს, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ცდილობენ ეს ბლოკადა გაარღვიონ. დიახ. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ზუგდიდი არის სავსელ ტოლვილებით და არავინ არ მოგატყუოთ, რომ ტოლვილები არ ჩამოდიან ზუგდიდში, ან არავინ არ ატარებს მათ თითქოს. ესეც იყო ასეთი დეზინფორმაცია, უტიფარი, უსირცხვილო დეზინფორმაცია.